ბორდოსფერი პადი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პადი ამ გადაცემების სერიაში, იმიტომ რომ ყველა ვინც ჩვენი გადაცემის სტუმარია, ცდილობს რომ ამ პადზე წარმოადგინოს მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი წარმომადგენელი რა და შესაბამისად დღესაც ესე დავალაგეთ ეს ჩვენი ძვირფასი წარმომადგენლები, მარგალიტები, ბრილიანტები, რას არ ვეძახით ხოლმე ამ წარმომადგენლებს და მოდი დავიწყოთ რა შენები გაგოცანი. საიდან დავიწყოთ? აი, საიდანაც გაგიხარდება, რა ვიცი, მე მგონი ისე არის დაალაგებული, იქიდან აქეთ თუ აქედან იქით მნიშვნელობა არა. ახლოს არის, ამითი დავიწყოთ. კი ბატონო. ეს არის Jim and Joyce მინიკები. ანუ ერთი აკეთებს თვითონ დანას, მეორე აკეთებს, ნუ აი ამ გაფორმებას, ასე ვთქვათ, რა. იუველირულ სამუშაოებს. ეს არის ოქრო, ხო? კი, ეს ოქრო არის, ჩასმული არის მამონტის. მოდი ვაჩვენოთ. ჩასმული არის მამონტის. კვილია ეს, ხო? არა, მამონტის ეშვია. ეშვია, ხო. აქედანაც, ანუ აქედანაც და აი აქ თვითონ გასახსნელში უზის ბრილიანტი. ულამაზესია. ეს double action-ია? არა, ეს ანუ ავტომატი არის. კი. აგერ აქ ლაინერი. კი. ამაზეც არის მოზაიკური დამასკი, როგორც პირზე, ისე, ანუ ბოლსტერებზე და თვითონ ისიც რა ქვია, გამხსნელი კნოპკა ასე რომ ვთქვათ, არის მოზაიკური დამასკი. ძალიან ლამაზია. ხო, ნუ ტიტანი. ანოდიზირებული აქვს, მეგონიშნით ლაინერები, ლაინერები კი აგერ რა. კი, ეთყობა ბექსპეისერიც აქ იმისი რა ქვია, ტიტანის. ულამაზესია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი. ნუ ცხადია one-off-ია ესეც, ხო? კი, ესეც one-off-ია. კი ბატონო. ეს არის შვედი ტონი კარლსონი. ამას ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დანა არის, აქვს ამას ქვია დამაკური. ანუ ეს არის იგივე დამასტილი უშვებს. ოღონდ ნუ აი ამას ლამინირებული არის ეს იმითი რა ქვია. შიგნით უფრო მტკიცებულადი აქვს, მე მგონი აღარ მახსოვს რა დონის არის რა და მერე ლამინირებულია იმითი დასაგებია დამასტილით ზემოდან და ანუ ამას იმას რა ქვია ესეთ ფოლადს თვითონ ეს კომპანია ეძახის დამაკურს რა. დასაგებია. დამასტილი თვითონ. დამასტილი ხო ეძახის დამაკურს რა. ეს არის დამაკორი, ნუ გამხსნელი არის, ნუ ოქროთია. ეს არის საკმაოდ ესეთი სპეისერზე რა ხდება შეგვახედე პროსტა. ხო, სპეისერი არის ცალკე სიტუაცია. კი. ესეთი ლამაზი სპეისერი. ულამაზესი სპეისერია. კი. ულამაზესი სპეისერია. და მამონტის ეშვი აქვს. ეს ჩვეულებრივი მინდოდა ესეთი ფერის რო ყოფილიყო. ეს შეკვეთილი გაქვს? კი, შეკვეთილი გაქვს. ოკეი, ასე გემში. შეკვეთილი მაქვს და ნუ თვითონ ესეც კი ბატონო ქვია. კი, ეს არის ლაინერ ლუკია ჩვეულებრივი, ხო? ლაინერ ლუკია ჩვეულებრივი. კი ბატონო. ესეთი ძალიან მაგარია. კი, ძალიან მაგარია. შემდეგი წარმომადგენელი და აქ ალბათ ეს ხო კარგად უნდა შუქზე ავათამაშოთ რომ რეალურად ჩვენმა მაყურებლებმა რეალურად დაინახონ ხო რა ხდება აქ კონკრეტულად ამასაც დაკავშირებით საკმაოდ ისეთია. კი. ეს არის ვალუტონების ოჯახის ერთობლივი ნაკეთობა, კი. კი, ვალუტონების დანები ყავდა უკვე სტუმრად ბექა ჯიბლაძის კოლექციიდან და ზუსტადაც აი ამ ამბავზე იყო წარმოგებული ეს სამი ბიჭი ყავს როგორც მახსოვს და ნუ სამივეს ნამუშევარი არის. ეს არის ავტომატი. ხო. სასწაული ფორმა აქვს ზოგადად. დაუკეცავთ. აი ესეთი ტიპია. ღილაკი აქვს, ხო? კი, აქ ღილაკი, ჩამაგული ღილაკი აქვს. აუ, ეს როგორც ამბობ დარბაისტურად იხსნება. ნელა ესე გამოდის რა. კი. ეთყობა რომ დარბაისტურად. და გეომეტრიაც ისეთია. ძალიან მაგარი, თვითონ აი მაგას წვერის გეომეტრიაც ნაი ცოტა სხვანაირი ისეთი. ულამაზესია რა. ულამაზესია. ეს ტარი რა არის? ეს ტარი არის
კომპოზიტია რაღაცა. კომპოზიტია ხო ეთყობა და ანუ ესეთი არის, აი გონია რომ რაღაცა ბოჭკოებით არის. ხო, ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია. ეს ბოლსტერები ტიტანიას. არა, ბოლსტერებიც ის არის, რა ქვია, შეფერილი, ოღონდ სხვა ტიპის დამასკოა. გასაგებია. კი, აქაც და აქაც კი. როგორც ბოლსტერი, ისე პირი არის ჩადმოს რა. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი ვოლტონების ნაკეთობაა. ეს არის ჩვენი მეგობრის, რომელიც ზაზას ვინდა. ფაქტობრივად ყოველ ვიდეოში ვახსენებ. უკვე ესე გამოდის მოგესალმები ზაზა, მოკითხვა. ზაზას ვინდა. ზაზა მოგესალმები. ხო, ანუ ძალიან დიდი ხანი მინდოდა ზაზას დანა. თუმცა საკმაოდ ძნელი საშოვარია. ანუ ეს ზაზასთან დამოუკიდებლად გაქვს შეძენილი? ოკეი. ანუ მაშინ ზაზას არ ვიცნობდი. ეს ანუ ერთ-ერთი პირველი მისი ნამუშევრებიდან არის. მაგდანაზე მაქვს ნასაუბრები ზაზასთან და კი ბატონო. ანუ საკმაოდ ის ანუ ძველი ერთი ალბათ რა ვიცი 10 წლის იქნება. მეტი 2005-ში აქ თუ რაღაც ალბათ გაკეთებული რა. გასაგებია. ანუ აქაც აქ ჩატნეს რა ქვია. ეს ცნობილი დანაა, ეს ფაქტიურად ზაზარევიშვილს რო წერ, ერთ-ერთი დანაა, რომელიც ანუ ძნელი საშოვარია რა, ვერ ყიდულობდი ვერანაირად რა. იმასაც მივწერე, რა ქვია, რუსეთში ალბათ იმას არა, გოჩა ლაღიძესაც მივწერე, მეთქი იქნება, მაშინ ზაზას რო არ ვიცოდი, მეთქი რაღაცა დამეხმარო ყიდვაში რაღაცა, მაგრამ ვერ ყიდულობდი. და მე უცებ გამოჩნდა დაიდო. და ნუ დაუფიქრებად ეგრევე ვიღიმე შევიძინე. და მე ხო ეს ყოფილა ეს არ არის dual action-ი, ანუ შეულებრივი liner lock-ია. ანუ აი რამდენი ხნის დანა არის, ნუ კარგად შენახული აი. ხო, ნუ ეგ ზაზას ახლა საფირმო ეს არის. და ნუ აი არაფერი. კი, არაფერი, რა თქმა უნდა. არის ახალივით რა, და ხო, ნუ ოქროს იმითი, რა ქვია, გაფორმებებით, რა თქმა უნდა, ეშვით იმისი მამონტის ეშვით, ეს არის ეიგერლინგის პოსტერი და მაიკ ნორისის თუ არ ვცდები ფოლადი, კი. კი, ულამაზესია. და როგორი პრაქტიკულია რა, მაგ წინასეც ვამბობდით ახლა, რომ აი რამდენი მიუხედავად სილამაზისა, რამდენად პრაქტიკული გეომეტრია აქვს. ახლა ეს რომ იყოს წარმოიდგინე სერიული წარმოება, ნუ უკვე ანუ სერიულისთვის დამახასიათებელი მასალით შესრულებული, რამდენად პრაქტიკული დანა იქნებოდა, ხო? კი. და თან აი ეს ქართული ის აქვს. ქართული საათი, ნუ ხო. ესე რომ დავიჭიროთ, ხო, თქვათ, აი ქართული ხანჯლის, ხო, ნუ ქართული ხასიათიც ეთყობა რა, კი ბატონო და აი ხა მარტო ქართულსაც ხა მიუხედავად იმისა, რომ მარტო ქართულიც ღირებულია ძალიან, მაგრამ თავისი რაღაც აი თითქოს ევროპულ დასავლურობას აი ესეც, ხო, ანუ ეხა ეს. ნუ ეხა ზაზა მხატვარია და ესეთი რაღაცები არ ეშლება რა, ანუ და თვითონ ნამუშევარიც აი ძალიან მაგარია. მაგრად ასრულებს ყოველთვის ესეთ გადაწყვეტილებებს. ოტე, მოდი გადავიდეთ შემდეგზე, ხო? გადავიდეთ შემდეგზე. კი. ესე დავიჭიროთ. ესეც არის იტალიელი საკმაოდ ცნობილი ოსტატია დანიელ იბა. და ნუ ეს მისი მოდელია. ეს არის დრაგონსკინია. დრაგონსკინია ბერტის დრაგონსკინია თავიდან ბოლომდე. კი, ესეც ჩემი დაკვეთა იყო, ანუ მთლიანად მინდოდა ესეთი ტიპის. ხო, ნუ იგივე. თვითონ გეომეტრიაზე თანხმდებით ხოლმე თუ ის თავაზობს რაღაც კონკრეტულ თუ შენეუბრები, მაგრამ ვორკლიფი მინდა მაგას უთხარი, ხა ამაზე. იცით როგორ არის? ანუ ზოგიერთი ოსტატია, რომ აი მაგალითად ზაზა, ხო? ზაზა ნებისმიერი ტიპის დანას ამზადებს, რა. ნებისმიერი მოდელი შეუძლია ეხლა მეორე დანა მაქვს, ხო, თქვა ზაზას იცი შენს და ანუ ის განსხვავებულია საერთოდ, რა. და შეუძლია დამზადოს, მაგრამ ზოგიერთი ოსტატია, რომელსაც აქვს თავისი მოდელები, თქვათ 1, 2, 3 ტიპის მოდელი და ამზადებს მარტო იმას. გასაგებია. ანუ სხვა მოდელზე არ მუშაობს, ის იცის თავისი გეომეტრია
თან უკვე დამუღამებული აქვს ის ყველაფერი, ხო, რომ აი ეს რო დაიკეტება როგორ ზომით. ხო, ნუ ეხა დეტალებში გასული რა. შეიძლება მასეთ ერთ მოდელს სამცავს ერთად აკეთებდეს რა. კი. უბრალოდ მე იქ იმ მოდელებში ცვლის რა. ეხა ეს one-off-ია იმ კუთხით რომ ხო, ანუ თავიდან ბოლომდე ბერტის მითია რა. კი ბატონო. ხო, და ესეთივე მოდელი შეიძლება იყოს სხვა პირით და აქ ტარზე სხვა რაღაცები ქონდეს გაკეთებული რა. გავიგე. ხო, ანუ აი ეს არის ძირითადად ეს ამისის, ანუ მოდელი ავარჩიე უბრალოდ მე თვითონ, ანუ ძალიან მაგარია, კი, ძალიან მაგარი მოდელია. ხო, მე ეს დამიგვიანა, ასე რომ ვთქვათ, ეს მოდელი. ხო. და აქ ლალი მაჩუკა რო ეს განსაკუთრებით დაგვიანა. დიდი ხნით დაგვიანა? ხო, ცოტათი არ მე მგონი 3 თვით დამგვიანა თუ რაღაცა რა. 3 თვით ხო. პარკი კიდე კეთილსინდისიერად. კი, არა, ძალიან კაი ეს არის, რა ვქნა, სერიოზულ დანებს აკეთებს, ძალიან მაგარს. სასწაულად მაგარი ნამუშევრები აქვს ამას რა. ძალიან კარგი. და გამოფენებზე დადის ყველაზე და ნუ აგე თავისით დაწერა კაცება. ისე გეგმა ეხა არის ნოემბრის 30-ში 1 დეკემბერს 2 დღიანი მილანში. ნუ რა სტარდება ხოლმე ყოველწლიურად. კი, მინდა ვნახო თუ მოვახერხე, ანუ დროის ფაქტორი არის რა, თუ მოვახერხე. ერთი ვიკენდია რა, ეხა მე ნამყოფი ვარ და ნუ მილანშია. და მილანში ხა ერთ კვირას ვერ გაძლებ რა, ანუ ფაქტიურად მარტო მაგ შოუზე უნდა მიხვიდე და ხო, მინდა რავი ნახო თუ გამომივა დიდი სიამოვნებით წავიდე. ხო, ძალიან კარგი. წელს მინდოდა იმაზე წასვლა, რა ქვია, ატლანტის დიდი შოუა რა. ანუ ვერ წავედი, დრო ვერ გამონახე და კი ბატონო. ხო, ნუ აი ის მილანის უფრო აი ესეთი art knife-ის ვაიბით მიდის რა. კი, კი. ატლანტისთვის არა, Blade Show-ისთვის უფრო აი რაღაც იქ ყველაფერია საერთოდ რა, თუმცა ანუ ისეთი ოსტატების ჩადიან, რომ კი, კი, ხო, ანუ ნომერ პირველი შოუა თავისთავად. უბრალოდ საკმაოდ მასშტაბურია რა და აი სიკაკი იყო ადრე. პარიზი, ეხაც არის. არის კი, მაგრამ მე ვიყავი მანდაც და აი მანდ უკვე ვეღარ ვიგრძენი აი ის art knife-ის ვაიბი რაც ხო, იმიტომ რომ უკვე იქ მასალების გამოყენებული იყვნენ, აი რომლებიც აი semi custom დანებს ამზადებენ და რეალურად ანუ ეს არტის და მასალებიც ზედოთ და რაღაცა და ის არტი უფრო ის ცუდი არ იყო, რა თქმა უნდა, კარგი იყო ძალიან, მაგრამ აი ჩემთვის ახლა Blade-ზე არ ვარ ნამყოფი, Blade Show-ზე და მინდა მეც და გეგმავ მეც და მილანს და სიკაკ შორის მილანს ვამჯობინებ ბევრად და ჩვენი მეგობრები კიდე იყვნენ ზოლინგენში, გერმანიაში და ნუ მანდ აი ფაქტიურად უკვე აი მესამე ადგილის შოუა, ასე ვთქვათ, ამ ორიდან რა, ანუ მილანი, სიკაკი და მე ზოლინგენი თავის მასშტაბით უბრალოდ იქ რომ მართავენ შვედეთში იმართება კიდე რაღაც ანუ ამბობენ რომ კარგები იმართებაო რა. შვედეთშიც არის, კი ბატონო. კი, კი, კი. მაგრამ ნუ ძირითადად მაინც უფრო ამერიკის. ხო, ძირითადად ამერიკა და მე მანუ მილანის შოუა ეს რა. უნდა კონდეს მთელი სწორი. ამერიკაში მე მგონი ორი იმართება, ლას-ვეგასშიც იმართება, ეს რა. ლას ვეგასშიც იმართება Art Knife Invitational არის, ესე იგი, აი ჩვენ რომ მოგვეწონება დაახლოებით ეგეთი. ხო, არის, აკის ეძახი. კი, აკისე ვამბობ. აი მანდ არის რეალურად აი ესეთი one-off-ები ძირითადად წარმოდგენილი, სადაც აი ეს ოსტატები იყრიან თავს რა და საკმაოდ მაღალი დონის შოუთ ითვლება. ეს არის ვოლოტონი, ხო? ეს არის ვოლოტონი, კი. მამა, ხო. ო, ამდანასაც ანუ საკმაოდ დიდი ხანი ველოდე და ესეთი 2 წელია მგონი ველოდე. ეს დაახლოებით რა პერიოდშია, ასე ვთქვათ, შენ კოლექციაში რა პერიოდიდან არის? დიდი ხნის ან ცოცხა პანდემიამდე იყო. პანდემიამდე, ოკეი, გავიგე, ასე გებია. პანდემიამდე იყო, კი. კი ბატონო. და ანუ არა შეუკვეთე პანდემიამდე და ჩამომივიდა პანდემიის მერე. ხო, ნუ რიგი და ასე შემდეგ ალბათ, ხო? ვერ მოიცალა თან ანუ ესენი დადიან მასტერ კლასებზე აქეთ-იქით, მე რაღაცა ის ქონდა, რა ქვია, ჯანმრთელობის პრობლემები, რაღაცეები ვერ დაამზადა და მე
მინდა დავაზუსტო, ანუ მე გითხარი, რომ მამა გარდაიცვალა რა და არ მინდა რომ შევცდე, თუმცა რამდენადაც მახსოვს, ველოტონების მამა არის გარდაცვლილი და შვილები აგზელებენ ახლა. ხო, მამა რო გარდა, ეს არის მამის ნამუშევარი, არ ვიცოდი რო გარდაიცვალა, შვილები აგზელებენ. დავაზუსტებ და ნუ მე გვაქვს მაგის შესაძლებლობა ღარაყო შეცდომებს ყველა უშვებთ, მე კომენტარებში ვაწერ ხოლმე ვიდეოს, რომ აი იქ ნახსენები მოკლედ ჩემი ეს კომენტარი, რეალობა არ არის და სწორია ეს და პრობლემა არ არის, მე მგონი არანაირი. პირიქით თავრევ თქვათ. ხო, ეს არის მანუ ვალუტონის კლასიკური მოდელი რა, ამასთან ძირითადად მუშაობენ შვილები სხვათა შორის ძირითადად მუშაობენ ავტომატებზე. ხო, თავისთავად. ლაინერ ლოქებიც აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ და დაბლ ექშენებიც რა. კი, დაბლ ექშენებიც აქვთ. დაბლ ექშენებიც. და ანუ ეხა სამი ბიჭი ყავს ვალუტონს და ანუ ყველა უკვე თავთავის იმას აკეთებს რა. კი ბატონო. მოდი დავკეცოთ და გავხსნათ, ხო? ანუ აქაც მე მგონი ეგერლინგია კი, ანუ ეგერლინგის ის არის, რა ქვია, დამასკი, იმაზეც, ბოლსტერიც, კვილი არის, მამონტის კვილი. აი ზუსტად ესეთ შეფერილობის კვილი არის ზუსტად ლევან მოსინძის დანაზეც. კი, ლამაზი იქნება. ძალიან ლამაზი. მე გაჩვენებ სპეციალური დაფერვა აქვს პირზეც გაკეთებული, მოკლედ განახებ და ძალიან კარგია. ლევანსაც მოვიკითხავ. ეხლა აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ლევანი ამზადებს ჩვენი ჯგუფის წლევანდელ დანებს და აი დღე-დღეზე ველოდები გამოგზავნილი აქვს რა და მაგ ინფორმაციასაც შემდეგ უკვე ცალკე ვიდეოთ გავაზიარებ და აი ეს ხმაზე მოკლედ რაც არ უნდა არ იყოს დარბაისლური თუ იყოს მაინც რაღაც ჩემი ამას აქ ერთი ის რომ ანუ ეს წვრილი პირი რო აქვს ხო ანუ წინ ცოტა ის ჩაჭერა უნდა რომ დაიჭდეს ხო ჩაჭდეს რა ისე რა უნდა ისე ზოგადად ამ ავტომატებს გახსნილ მდგომარეობაში ინახავ თუ დაკეცილ მდგომარეობაში ძირითადად გახსნილ მდგომარეობაში კი ბევრად კარგი აი წინა ვიდეოშიც ზაზა ყავდა ხო ანუ ეს თვითონ ზამბარა აღარ დაიჭიროს კი და ჯობს რომ გახსნილ მდგომარეობაში კი ბატონო მოდი ესეც ვაჩვენოთ ხო აი ესე გადმონახეთ აი უბრალოდ იმედია ეს აი ეს შუქის თამაში ზოგადად აი ამ პირზე ზუსტად ასახავს იმ ნახატს რაც რეალურად ამ დანაზეა წარმოდგენილი. ულამაზესია კოტე, ძალიან ლამაზია. მართლაც ძალიან ლამაზია და მართლაც იმსახურებს ბორდოსფერ პატზე ესეც იყოს წარმოდგენილი. მოკლედ, რა ვიცი, მე მგონი სასწაული კოლექცია იყო წარმოდგენილი, ხო? ანუ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ხო, მე ძალიან კმაყოფილი ვარ და შენ რას ფიქრობ აი შენ წარმოდგენილ კოლექციაზე? რა შეგიძლია? ხო, რავი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა. კი, ბატონო. კი, აი თამაში ბევრი მინდა, ბევრი მწარმოებელია, ბევრი ოსტატია ამისი. ზღვარი არა აქვს, ზღვარი არა აქვს რა. ზღვარი არა აქვს ნამდვილად. ზღვარი არა აქვს ნამდვილად და ვოცნებობ რომ კი ბატონო. დარწმუნებული ვარ ხო თაბუნებრივია რომ ესე იქნება და გისურვებ რომ ყველა ის შენი საოცნებო დანა შეემატოს შენს კოლექციას. მადლობა ასევე. ძალიან დიდი მადლობა კოტე რომ აი გაისარჯე და მართლაც აი ესეთი სასწაული კოლექცია წარმოგვიდგინე და შესაბამისად ჩვენს მაყურებლებს გაუზიარეთ აი ესეთი საოცნებო და სასწაული. არ ვიცი სხვა სიტყვებით ალბათ რთულია ამ ყველაფრის აღწერა. ისეთი წარმომადგენლები აქვს წარმოდგენილი სულ ვანოფები და შესაბამისად საკმაოდ ღირებული ექსპონატები. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის.